იმერეთში მოგზაურობა სოფელ დიდი ჯიხაიშიდან ვიწყებს. სწორედ უკანასკნელი წლები აქ გაატარა ადამიანმა, რომლის აზროვნება და საქმისადი მიდგომა უსწრებდა დროს. მან განათლება ევროპაში მიიღო, ისწავლობდა საფრანგეთში, პარიზში კერძოდ, სორბონაში, ციურიხსა და ჟენევაში. ის გახდათ პირველი ქართველი, რომელმაც დისერტაცია დაიცვა ევროპაში. მას ცხოვრება მოუწია 4 ფორმაციაში. ის დაიბადა ბატონყმობის დროს. შემდეგ ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც საქართველოს რუსეთის გუბერნია იყო. შემდეგ იყო პირველი რესპუბლიკა, დამოუკიდებელი საქართველოსი. და ის გარდაიცვალა საბჭოთა სინამდვილეში. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის იყო პროგრესული და მუდმივად ზრუნავდა საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის. ეს გახლავთ ნიკო ნიკოლაძე, რომლის სახლ-მუზეუმს სოფელ დიდ ჯიხაიში დავათვალიერებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ დიეგო კოლასთან ერთად. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აი კაბატონი ლიას გველოდება. კაბატონ ლია. გამარჯობათ. გამარჯობა. შეიძლება ფრანგულად. Bonjour. Mon ami. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. ბატონო გიორგი თქვენი განსაკუთრებით. აბა ეხლა დაგვათვალიერებინეთ. ეს პირველად ვარ სამწუხაროდ ამ ბუზი. დიახ. ნიკოლაძის წინაპრებიანი სიმშობლები, მამა დიდვაჭარი იყო და პირველი ქართველი ბიზნესმენი, დედა აქაური დიდი ჯიხაიშელი აზნაურის ფილანთროპიის ქალიშვილი. გაუნათლებელი კაცი იყო, მაგრამ ნოვატორული ხასიათის პიროვნება იყო იაკობი, ნიკოს მამა, მონაწილეობდა საერთაშორისო ბაზრობებში და საფრანგეთში გაიცნო მარიბროსე. და მისი ნაჩუქარი ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება ჰქონდა. ნიკოს დები იყვნენ პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს საზღვარგარეთ. შვეიცარიაში, ციურიხსა და ჟენევის უნივერსიტეტში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა და უკანასკნელი კლასის მოსწავლემ ჟურნალ ცისკარში გამოაქვეყნა თავისი პირველი პუბლიცისტური სტატია. პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ არ უსწავლია. შემდეგ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო 3 თვით კრონშტადტის ციხეში იჯდა. შემდეგ მგლის ბილეთით გარიცხეს უნივერსიტეტიდან და პეტერბურგიდანაც გააძევეს, მაგრამ რამდენიმე ხნით დარჩა პეტერბურგში და ჩერნიშევსკის წელს დაუკავშირდა. ამის შემდეგ იგი მიდის უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მიდის ევროპაში უმაღლესი განათლების მისაღებად. კერძოდ მან ჩააბარა სორბონას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1864 წელს. მაშინვე სწავლასთან ერთად იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპის ცხოვრებაში და იძენს მეგობრებს. იგი მეგობრობდა ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან. ალფონს დოდესაც წერდა თავის წერილები ჩემი წისქვილიდან, მან თხოვა ნიკოს, რომ იმერელი აზნაურის სურათი გამოეგზავნა, ტიპური სურათი გამოეგზავნა მისთვის. და მან გადაიღო დიდი ჯიხაიშელი აზნაურის ტადეო ლოთქიფაინძის სურათი. ეს მარქსთან შეხვედრა არის ლონდონში და მარქს თხოვია, რომ ყოფილიყო ამიერკავკასიის წარმომადგენელი ინტერნაციონალში, მაგრამ ნიკოს უარი უთქვამს. პარიზში ჩასვლისთანავე ალექსანდრე გერცენმა, ეს მაშინ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, მოძებნა და მიიწვია თავის ჟურნალ კოლოკოლში. და ნიკოლაძე რიო ნელის ფსევდონიმით აქვეყნებდა, ეს ფრანგული ტრანსკრიფცია, ესე ფორმა მისცა თავის იმას. რიო ნელი ნიშნავს ესე იგი რიონთან ცხოვრებს, ან რიონიდან გამოსულს. აი აქ სორბონას უნივერსიტეტში დაიწყო უმაღლესი განათლების მიღება, შემდეგ გადავიდა ჟენევის უნივერსიტეტში და 1878 წელს ციურიხის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე განიარაღება და მისი სოციალ-ეკონომიური შედეგები. ფრანგულ ენაზე დაიცვა ნიკომ დისერტაცია.
და ეს დისერტაცია ცალკე წიგნად გამოვიდა იმავე წელს ჟენევაში ფრანგულ ენაზე. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ნივთები არის. ეს მაგალითად ლონდონიდან ჩამოტანილია ეს საწერი მაგი და ეს ავსტრიული ლამპები, ამერიკული საბეჭდი მანქანა. ეს არის პარიზიდან ჩამოტანილი ქუდები. მას ორი ქუდი ჩამოქონდა ყოველთვის, ერთი თავისთვის, მეორე ილიასათვის. ესე იგი ილიას რო დაინახავთ შლეპაში, იცოდეთ რომ ხო, ნიკოლაძის ნაჩუქარია. აი ეს სათვალე და პენსნე და ჯიბის სამელნეს პარიზიდანა ჩამოტანილი. ეს რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა და რადგან ევროპის ენებს ყველას ერთი შრიფტი აქვს, ხო, ლათინური. ხო, ლათინური. ხო. ქართული შრიფტიც აქვს და ესეც. რუსული და ინგლისური. 1891 წელს პარიზში ჩატარდა ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზედაც ცნობილმა ფრანგმა ფიზიკოსმა და ჰიდროელექტროინჟინერმა მარსელ დებრემ გააკეთა განცხადება თავისი გამოგონების შესახებ. ეს იყო ელექტროკაბელების დიამეტრის შემცირებით, ესე იგი მოცულობის შემცირებით, მათში წნევის გაზის ხარჯზე ხერხდებოდა შორ-მანძილზე გადატანა ელექტროდენის. მეცნიერი არ აღმოჩნდა ევროპაში, რომელიც მიხვდებოდა ამ გამოგონების მნიშვნელობას და შესაძლებლობას. ეს კაცი გიჟად მონათლეს, ცნობილი ფაქტია. და ერთადერთი ნიკო ნიკოლაძე გარკვეულდა, თუ და სარგებლობა შეეძლო მოეტანა ამ გამოგონების რეალიზაციას, მან წერილი მისწერა ამერიკული წარმოშობის ფრანგ მილიონერებს, როტშილდებს, რომელთაც უკვე იცნობდა უამბო, ესე იგი, დებრეს გამოგონებაზე და თხოვა, რომ დაეფინანსებინათ დებრეს ექსპერიმენტი. ეს ექსპერიმენტი გვიან ჩატარდა, მოგვიანებით ჩატარდა 1886 წელს. პარიზიდან 56 კილომეტრი დაშორებული კრეილის ჩანჩქერზე ასებული კაშხალიდან წვრილი სადენები წამოსულმა დენმა გაანათეს ამით პარიზის ქუჩები. ეიფელის კოშკის აგებამდე 1 წლით ადრე, 87 წელს. რკინიგზა ხომისი ისაა, რა ქვია. რკინიგზა ამიერკავკასიაში არის რკინიგზის მშენებლობის პიონერი ნიკოლაძე, ესე დამწყები. და არა მარტო საქართველოში აქვს მას აგებული ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო მაგისტრალი ფოთიდან თბილისამდე. მისი შემოქმედების ნაყოფი ფოთი. ქალაქი ფოთი და ფოთის ნავსადგური, ფოთის პორტი. ფოთის ასაშენებლად მან გამოსცა ობლიგაცია პირველი 3%-იანი ფულადისის რუსეთის იმპერიაში და თვითონ ქალაქი დაგეგმა, ესა ერთადერთი ქალაქი საქართველოში ფოთი, რომელიც წინასწარი ნახაზის მიხედვით არის აშენებული. და გამოიყენა მსოფლიოს ორი უდიდესი ქალაქის გეგმა. ნიუ-იორკისა და პარიზის. აქ რიონი უერთდება შავ ზღვას, ერთ მხარეს ნიუ-იორკია, მეორე მხარეს პარიზი. და ქალაქის ცენტრში, თავად მოედანზე, ნიკომ ააგო პირველი რკინაბეტონის შენობა მთელი რუსეთის იმპერიაში. აია სოფიას ტაძრის პროექტის მიხედვით. საიდანაც 12 მოციქულის მსგავსად, 12 მთავარი ქუჩა მზის სხივებივით გამოდის, თუ პარიზში თვითონ მზის ფორმა აქვს ამას, ხომ პარიზს აქვს მზის ფორმა, იმიტომ რომ მზე იმპერატორი იყო, ხომ იქ ლუდოვიკოები იყვნენ, მზე იმპერატორები, მზე მეფე. აქ ქალაქს აქვს ამომავალი მზის ფორმა. ევროპის წინაშე გაკეთებული გზავნილია
ქართველი ერის, ქართული კულტურის, როგორც უძველესი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის მქონე ერისა და ხალხის და სახელმწიფოს შესახებ და საქართველოს უძველესი კავშირები ქრისტიანობის ციტადელთან ბიზანტიასთან. აქ სასადილო ოთახი ჰქონდა, ეს დრეზდენიდან ჩამოტანილი სერვიზის ნაწილია. აი ეს ფრანგული გობელენია, თველის ხაობაზე. ნიკოს ჰქონდა 20 ჰექტარზე გაშენებული საცდელი ექსპერიმენტული მეურნეობა. საფრანგეთიდან ჩამოქონდა ვაზის სხვადასხვა ჯიშები და აქ ატარებდა ექსპერიმენტებს, როგორ შეეგუებოდა საფრანგეთში გაზრდილი ვაზი, ამ ფრანგული ვაზი, როგორ შეეგუებოდა ჩვენს ნესტიან გარემოს. ქართველი სათარო წარმოდგენა აქვს ნიკოლაძე. საერთოდ არის ცნობილი. მაგრამ ნიკოლაძემ თავისი პრაქტიკული საქმიანობით ისეთი დიდი უზარმაზარი პროექტები განახორციელა, რომელსაც ვერაფერი წაშლის დედამიწაზე. ფაქტობრივად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების სულის ჩამდგმელია. ტრანსპორტი, ხო? რკინიგზა. პორტი, ფოთი. ფოთის პორტი, თვითონ ქალაქი ფოთი. თვითონ ქალაქი. აი, მარტო ამით დარჩება ნიკოლაძის სახელი, რკინიგზა და ფოთის პორტი. მიუხედავად იმისა, რომ მან უდიდესი მუშაობა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამავე დროს ჭიათურის, ტყიბულისა და ტყარჩელის მარგანეცისა და შავი ქვის მომპოვება, გადამუშავება, ექსპორტის სააკეთეს. უნდა შეინარჩუნოს ეკონომიკა აზია ძიდგა საქართველოში. ყველაფერში ამაში მონაწილეობა მიღებულია. ბატონ დიეგო, თქვენ ერთი წელია უკვე რაც საქართველოში მოღვაწეობთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამის ნახვა მოასწარით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ევროპული ქვეყანაა საქართველო? პირველი შტაბ-ბიჭდილება, რაც საქართველოში შემექმნა, ეს იყო ძალიან ევროპული შტაბ-ბიჭდილება. თუდესაც აეროპორტიდან თბილისისკენ მოდიოდი, თავი ვიგრძენი დასავლეთ ევროპის ქალაქში, რომელიც ხასიათდება დინამიკით, თავისუფლებით, მთელ ქალაქში არსებული სიხარულით, ერთობით. ამ მუზეუმში ვიზიტიც ჩემს ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ვეცნობი ამ ინტელექტუალი ადამიანის ცხოვრებას. მან პარიზში ისწავლა და ძალიან მაგონებს მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ჩვენს ინტელექტუალებს. კარგად ხედავთ, რომ საქართველოში მე-19 საუკუნე ძალიან ევროპული იყო და თავს როგორც საკუთარ სახლში ისეგზავნა, როცა ევროპელი ხარ და საქართველოში ჩამოდიხარ. მე გამოდმევით ვეუბნები ხალხს, ჩამოვიდნენ საქართველოში. რუკაზე შეიძლება შორი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ჩამოხვდეთ საქართველოში, ნახოთ როგორი ევროპულია ეს ქვეყანა. ეს თვალში საცემია. საქართველოს ბევრი რთული პერიოდი ქონია და ამ პერიოდში ჩვენ ხშირად გძნობთ და ფაქტობრივად სულ გძნობთ ევროპის და ევროპელების მხარდაჭერას. რატომ არის ასეთი დიდი ინტერესი ევროპის საქართველოს მიმართ? დაახლოებით 30 წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელია. ამას ყოველთვის გძნობთ, როცა ადამიანებს ვეკითხებით. გამოკითხვები, კვლევები ამას აჩვენებს. გძნობთ, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს იყოს ევროპული და ეს ჩვენთვის სიხარულის, ინტერესის საფუძველია. ეს გვალოდებულებს, რომ ვიყოთ საქართველოს გვერდით და ევროპული ქვეყნის მშენებლობას კონკრეტული ფორმა მივცეთ. ჩემი აზრით, ქართველებს უფლება აქვთ აერჩიონ გზა, რომელიც მათ სურთ. და თუ ეს გზა უნდათ ევროპისკენ, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად და დავიხმაროთ ამ ქვეყანას, რომ გახდეს უფრო ევროპული. ქართულ-ფრანგული ურთიერთობა ამ ადგილას იმერეთში განსაკუთრებით იგრძნობა და როგორც მოგეხსენებათ, ამ რეგიონს და მთლიანად საქართველოს ძალიან საინტერესო ტურისტული პოტენციალი აქვს. აი კოვიდის პირობებში თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება? ფიქრობ მართალი ბრძანდებით, როცა ამბობთ, რომ იმერეთში, ქუთაისში, საფრანგეთი ძალიან ძლიერადაა წარმოდგენილი. გულით მიხარია, რომ საქართველოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელთაც საზღვრები გაუხსნა ევროპამ. ხოლო საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთათვისაც საქართველოს საზღვრები წყიაა.
დღეს საქართველო ძალიან მოდაშია საფრანგეთში. ბევრ ადამიანს სურს მოინახულოს საქართველო, აღმოაჩინოს არაჩვეულებრივი. როდესაც დავინიშნე საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ისინი ახლახან ჩამოვიდნენ საქართველოდან, აპირებდნენ იქ წასვლას ან ოცნებობდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე. რთულ სიტუაციაში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ მოისურვა, რომ ერთ-ერთი პირველი დონორი ყოფილიყო, მან ვალდებულება აიღო საქართველოს გვერდით დამდგარიყო ამ ეკონომიკის გამოცოცხლების პერიოდში. სახელმწიფო ორ სფეროში, ჯანდაცვა და ენერგეტიკა. იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებთ უფრო მწვანე მსოფლიოს, უფრო გააზრებულ მსოფლიოს. ჩვენ მოხარული ვართ ხელი შევუწყოთ ამ ენერგეტიკულ რევოლუციას, რაც ნიშნავს ავთენტურ ქვეყანას, ბუნებრივ ქვეყანას, ქვეყანას, რომელსაც გასაცნობი ძალიან ბევრი აქვს, როგორც ეს მუზეუმი. Et la France de la liste sur laquelle les frontières se sont ouvertes en Géorgie. ნუ საფრანგეთსა საქართველოსაც ერთ-ერთი რაც აერთიანებს კიდე ეს არის ვაზის კულტურა და ღვინო. მე ვიცი რომ თქვენ მეღვინეების ოჯახიდან ვწანდებით და ძალიან ახლოს ხართ ამ ყველაფერთან. ასევე არც მე ვარ შორს, იმიტომ რომ ჩემი წინაპრებიც ასე ვთქვა დაკავებულები იყვნენ, მეღვინეებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ღვინის წარმოებით და როგორ შეიძლება ეს ქვეყანამ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენოს, ანუ ჩვენი საკუთარი ეკონომიკისთვის ეს ყველაფერი კარგად გამოვიყენოთ. Mais qu'on utilise lorsqu'on met en place ces მადლობა კითხვისთვის. მართლაც ღვინო ის სფეროა, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. მამაჩემი 20 წლის მანძილზე აყენებდა ღვინოს. ეს მართლაც ის პროდუქტია, რომლის მაგიურ ხასიათშიც რეგულარულად ვრწმუნდები. ჩემი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი ამბობდა, რომ ღვინის გამოგონება ყველა დიდ ცივილიზაციას წინ უსწრებდა. ასე რომ შეუძლია ვთქვათ, რომ ქართული ცივილიზაცია ნამდვილად უძველესია. ბევრი ფრანგი და ევროპელი ენოლოგი ჩამოდის საქართველოში მათი მომსახურების გასაწევად და კომპანიების დასახმარებლად, რომელთაგან ზოგიერთი მართლა არაჩვეულებრივ ღვინოს ამზადებს. მაგრამ ასევე ჩამოდიან იმიტომაც, რომ თვითონაც ისწავლონ. არასოდეს ჩამოდიან იმ პოზიციით, რომ ქართულმა უნდა ისწავლოს ყველაფერი. თვითონ ქართულსაც ბევრი აქვს, რომ ასწავლოს და ქვეყნის შესახებ შესწავლა სანაცვლოდ ძალიან საინტერესოა. დავაარსოთ ფრანგულ-ქართული პარტნიორობები ყველა სფეროში: ღვინის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა. იმიტომ რომ საქართველოში ბევრი სხვა რამის გაკეთება შეიძლება, რის შემდეგაც ყველა ერთი ჯიქის გარშემო მოვიყვით თავს. tout en se retrouvant après autour d'un verre de vin. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ ამ ძალიან საინტერესო ადგილას და გისურვებთ წარმატებებს. და შემოდგომაზე ჩემს მარანში აუცილებლად დავპატიჟებ ქვევრის ღვინის დასაგემოვნებლად. ნიკოსეული ბუხარი. აქ აცხობთ ჭადს, ხო? სულ მაინტერესებდა მეც როგორც ხვება ჭადი იმაში, რა ვქი, კეცში. ეხლა კახელი ვარ და მაგითო დამაინტერესებს, თორე იმელებს ადო დაინტერესებს ყოველ დღეაც. ой, კახელებს არა გვაქვს ჭადი, თუმცა სულად არ ვაცხობთ. ჭადის სომი, ესე იგი. რომელსაც აბა? ახურებულ თითის კეცებზე ვაცხობთ. აჰა. ოფიშოფი. ეს ერთმანეთზე ადებთ მაგას თუ რა? ერთმანეთზე იდება. ეხლა ავიღებ სქელს, ის უკვე გაწევს. უი, რა სამოთ? კი. ვაა. ზემო იმერეთში ისე აფიცხებული იცია. ეს არ ვიცოდი ნამდვილად. ეხლა მეორეს გავამზადებ. მართალია, ხშირად უნდა ვიარო იმერეთში. ხშირად დავდივარ, მაგრამ ეს ამზადებული ცომი, შემდეგ იქ რო დაიდება, ხელი არ უნდა დაადო. რა საინტერესოა. ეხლა რო გადავარდეს ეგ? არა, მიუყვება რაღაცას ვერ გავდივი, კარგად, იმიტომ რომ გაჩერებული. თორე ისე სიმაღლეზე სართულზე არის. ეს რაღაცა ეს პიზის კოშკივით დადგა ეხლა მე მგონი, ხო? Ah oui, pour le bise. Ah, il faut l'adresse, hein. Le 14 juillet. ჩვენ გამოვასწორებთ კონკურსი. გავავრცელეთ ვიდეო, როგორ აწყობენ პურს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. და ვთხოვეთ ყველა ქართველს, რომ გამოგიგზავნონ ვიდეო, თუ როგორ აწყობენ შინ პურს. სექტემბერში გავმართავთ ღონისძიებას, პურის გამოცხობის სხვადასხვა რეცეპტთან დაკავშირებით. ხა ზუსტად თონე გველოდება, სადაც პურის გამოცხობა ხდება. თემატურია. გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგად, ხო კარგად. ბატონი დიაგო არის საფრანგეთის ელჩი საქართველოში. აბა? ჩვენ ახლა ეგერ არის. ეს არის პური. ხაჭაპურს გვიც ხო?
ოი. ხაჭაპური უნდა დაგიწყოთ, აბა. მე პური მეგონას. მე მეგონა რომ პურს გვიცხოთ, მაგრამ მე ხაჭაპურს გაკადრებს იმას და ხმელაპურს არ ოჰოჰოჰოჰოჰო. განელდა თქვენმა ჩამოთვალა. ოჰოჰოჰოჰო. ნახე. ამაში ახლა ვიგა შეიძლება თუ ხელი არ გაქვს მიჩვეული. ხაჭაპური. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო არის რომ ამ ლამაზ იმერულ ეზოში ამ არაჩვეულებრივ ადამიანებმა როგორ გიბწყინავთ თვალები, როგორ მიყვარს თქვენნაირ ადამიანები? სტუმრიანება ძალიან მიყვარს. ხო და აი გიждები თქვენზე, აი რო გიბწყინავთ თვალები და სპეციალურად თქვენთვის და ჩვენთვის აქ მოგვიწყვეს პატარა იმერული სუფრა. აი ესე ნიკო ნიკოლაძის ასე ვთქვათ სახლ-მუზეუმის ეზოში მიწვეული ვარ სუფრასთან. დიდი ჯიხაიშიდან წამოვედი სოფელ ცხენთაროში, რომელიც არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დაახლოებით 30 კილომეტრია ქუთაისიდან და რატომ? შევიტყვი რომ აქ ერთი ცნობილი კაცია, რომელიც ყველა თქვენთაგანი კარგად იცნობს, რომელიც გამოდის ხშირად ტელევიზიით, არაზოს ალაპარაკობს არც ვენახზე, არც ყურძენზე, არც პურმარილზე და არაფერზე ასე მსგავსზე. ზუსტად ლაპარაკობს კონსტიტუციაზე, კანონებზე და სხვადასხვა იურიდიულ რაღაცეებზე, მოკლედ რომ ვთქვა. მაგრამ აღმოვაჩინე რომ თურმე არის ძალიან ტრადიციულიც, უყვარს ღვინის დაყენება, აქვს თურმე თავისი ვენახი და აქვს ძალიან საინტერესო გეგმები მომავალში. მოკლედ მიწას დაუბრუნდა, ჩემი არ იყოს, მეც ასე ვარ. გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ახლა აქ არის ვენახში და არა დადგმულად, არამედ მართლა ახლა მუშაობს და უნდა მივადგე და რასაკეთებს ერთი უნდა ვნახო. გიორგი, აბა სად ახარ? აბა როგორ ბრძანდე? აი გამარჯობა შენ. როგორ ახარ? დასწრული ბოდიში. უჩვეულო იმაში ვარ, რა ქვია? ამპლუაში. ამპლუაში შენ ხარ. მე არ მეჩვეულებრივ ამპლუაში ვარ, კაც. ჩემ მეორე ცხოვრებაა. ხო, ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში ხარ. Facebook-ის საშუალებით ამოვიკითხე შენი ეს ასე ვთქვათ მეორე ცხოვრება. და აღმოჩნდა რომ ძალიან ასე ვთქვათ აღფრთოვანებით აკეთებ ამ ყველაფერს და ყვები და ძალიან ისე ხარ, ჩართული ხარ, მოკლედ თავიდან ფეხებამდე. კი, აი ეგ სიყვარულის ამბავია რა, რო იციან ხოლმე ხო თქვა რაღაც რატო ვაკეთებ, სიყვარულს ვაკეთებ რა. ამასაც სიყვარულს ვაკეთებ, იმასაც სიყვარულს ვაკეთებ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ადამიანები მიყვარს, მეორე მხრივ ტრადიციები. გიორგი, მე მინდა მითხრა შენ ზოგადად პერსპექტივასთან დაკავშირებით, ზოგადად პატარა მარნების, ბიომევენახეობას უნდა მიყოს ხელი, ბიოსოფლის მეურნეობას უნდა მიყოს ხელი და ამას აქვს დღეს ფასი, თორე ჩვენ ეხა ვერ გაგეჯიბრებით კახელებს რა, ბევრი ყურძნის მოყვანაში რა. ჩვენ სხვა რამე შეგვიძლია გაგეჯიბროთ. აი ერთი კარგი კაცი არის, დიმში ცხოვრობს სიმონ ჩხეიძე და ვენახი ყურძენი რო აქვს ქვევრებში. აქ ქართული სიმღერები ჩართული ასმენიებს როგორც ვიცი და. მოდი აბა ვენახსაც წავიღებ. ვენახს ასმენინე? არა, ყურძენის ღვინოს. ღვინოს ასმენინე. ხო, და მოდი ვენახებს ინჯობ. და დაასხიდა ასმენინებ. აბა მოდი პლოვიხსნა ეს ჩვენ. დაასხიდა. არასამთავრობოების წარმომადგენლები ვინც ხარ? ხშირად გაკრიტიკებენ რა. ნუ კრიტიკა კი არ მიგვიყვარს, მასე ყველა საკრიტიკებენ. რა ჩვენ სხვა ვაკრიტიკებთ. ხო, ჩვენ სხვებს და ესე. ხო, მაგრამ არის რაღაც ისეთი კრიტიკა ხომ ზოგადი ფრაზებით რა. მაგალითად რომ აი რაღაცა ქართველობა არის, არ იცით რა არის და არა გაგვთ და ასე შემდეგ და როგორ რეაგირებ შენ ასეთ რაღაცეებზე რა? ბევრმა იცის ხოლმე თქმა რომ, მადლობა ბაჭი. ბევრმა იცის ხოლმე თქმა რომ, აი სამსახური გაქვს ეგეთი და მიტო აკეთებ. ეგ სამსახური კი არ არის. ამის წამს ეგ არის ჩემი ქართველობა. აი ციცქა არის ამ ვენახში დაკრეფილი ციცქა. ეგრე ვიცით ხოლმე რომ ვენახში ხوارთ, იქაურ ყურძენს ღვინოს სამთ რომ რაღაც დავრწმუნდეთ რომ კარგი იყო შარშან და აი წელსაც ამის იმედად ვართ რომ უკეთესია. მოკლედ კარგი, რაცა? აბა ნახე. ფანტასტიკურია. მოკლედ ღვინოს გახსაყენებ. ვენახი გაქვს ფანტასტიკური. მიწასთან მუშაობა გიყვარს, მაგრამ საშენებ. სიმღერა გიყვარს. აბა ქართველობა მეტი რაღა არის, მე ვეღარ. მოსმენა მიყვარს, თორე ესე არ შემიძლია და ძალიან ვერულობ აგამ ბავზე რომ ვერ ვღერი. რაღაცა იმერული უნდა მივიღერო, იცი რა არის? კახური რომ უმღერო ამ სიმღერას, რა ქვია, ამ ვენახს, რაღაც არ მოუვიდეს. ჭრაქი არ გაუჩნდეს კახური რომ უმღერო.
Adiloi, adiloi, dilao de lauda, allaloi, uri allaloi, adiloi. Adiloi, adiloi, dilao de lauda, allaloi, uri allaloi. Oi, ცხენზე ვზივარ, ჩემ შავ ცხენზე და უნაგირზე, ამოსულელა იური ალაო, ირელო, ადილაი, ადილაი, ლამოდელა უდარალო, იური ალაო. დაიხარე რა. აი ამ წკაბებს დავიმახსოვრებ. ამ ორ წკას დავიმახსოვრებ, როგორი მოსავალი იქნება და როგორ გვინდა. არა, 3 მეტრად დაიმახსოვრე, იქ დაჩავე. რამე არის მას დამაბრალო. მოკლედ, ეხლა მე ძალიან მინდა რომ შენი მარანი ვნახო. იმიტომ რომ შენებარია. ხო, შენებარი კი არა, მაგრამ მე შენებარი მარანი მაქვს ამიგე და შენგან რაღაცა შეიძლება კარგი იდეები ავიღო. ერთ კარგს ასწავლი რა, კახმა კაცმა იმერეთიდან ქვევრი არ წაიღო. თორე ისე დაგემართებათ იმას რომ დაემართა, რომ ვეღარ გამოეტია უკან გატეხილზე. პატარა თავები აქვს იმედი. ჩვენ კიდევ ცოტა სუქნები ვართ. თქვენ აიმერლები როგორი გამხდები ხართ და ჩვენ კახელები, ცოტა დიდთავიანი ისენი გვინა ჩვენა, დიდყელიანი ქვევრები, რომ კარგად შევეწიოთ და გამოვეტიოთ. ჩვენ ჭური გვაქვს. აბა, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს აქედან და გაუმარჯოს თქვენ სოფელს, თქვენს ვენახს, თქვენს და ბარაკა მოგცეთ ღმერთმა. გაიხარე. აი მე მოვჭი აქიმობას და შეგვიძლია გავიდეთ ხა მარანში წავიდეთ. გიორგი, როგორ ჩანს აქ ძველი მარანი იყო, იმიტომ რომ ქვევრები არის ძველი ჩაყრილი. კახეთში ქვევრებს ეძახით და ყველას ეძახით? ჭურს ეძახით. ჭურები არის ძველი ჩაყრილი. და შემდეგ როგორ ჩანს დაიწყე ახლის შენება. ანუ, ისი თქვა მინდა. როგორ ჩანს გეგმები გაქვს რაღაცა სერიოზული, ხო? ფიქრობთ რომ თუ კი რამე გვაქვს унიკალური და გადასაჩენი არის ეს ჭური. და ეს ჭურები არის, აი ეს ჭურები არის 10 წელზე მეტის, ეს ტონა 600-იანია ეს. იმერეთში პატარა ჭურები ვიცი, კახეთში უფრო დიდები იციან. ეხლა შენ მითხარი ზოგადად იმ ჯიშების შესახებ, რომელიც აქ უნდა დააყენო. ძირითადი ჯიშებია ციცკა, ცოლიკოური, ოცხანური საფრე და ძელშავი, რომელიც გვაქვს ამ მომენტში. ერთი მთავარი მითხარი, აი ამ თავბრუდამხვევი შენი კარიერის ფონზე, როდესაც ფაქტობრივად თვითონ იურიდიული საკითხებით ხარ დაკავებული და ნუ ყოველთვის ტელევიზორში სხვანაირად გხედავ. ხო. როგორ ასწრებ? ეს ორი საქმე ჩემს ერთმანეთს ავსებს და ორივეს მსახურები მთელი შინაგანი შეგნებით. ეს არის მსახურება ტრადიციებისადმი და ეს არის მსახურება ადამიანებისადმი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამიტომ მე ესე გამოვხატავ ჩემს მოქალაქეობრივ ვალს. ერთი პირობა უნდა ავიღო შენგან, რომ ამ მარანს რო გახსნი და სადღესასწაულო ამბავი იქნება არ გამოგტოვებ. კი, ღვინოზე მანამდეც არ გამოგტოვებ და როცა ამ მარანში უკვე სტუმრის მიღებას თამამად შევძლებთ და მორჩებით ყველა სამუშაოს, არა მარტო თქვენთვის, არამედ ყველასთვის ხსნილი იქნება, ჭიქაღვინო ყველასთვის იქნება თავისუფლად მისართმევი აქ. ამას გвидებ. მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ. Es canoni,
მადლობა ყველა სტუმრობისთვის. ჩვენთვის პატივია გიმასპინძლოთ იმერეთში, ქუთაისში, ქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ნათამაშები ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ქალაქი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მისი სწრაფვით დასავლური ღირებულებებისადმი და მოკავშირეობით დასავლურ კულტურასთან. ეს ღვინის ბარიც არის ერთგვარი გამოხატულება ამ დასავლურობის. ჩვენ გვინდოდა ამ ქალაქში ჩამოსულ ევროპულ სტუმრებს დავხედროდით ჩვენი ტრადიციული იმერული ღვინით. ჩვენ აქ მოსულ ყველა სტუმარს უმტკიცებთ იმას, რომ ღვინო არის მტკიცებულება ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის და თავისუფლების. რადგანაც სამყარო, რომელსაც ჩვენ ვართ მიერთებულები თუ ჩვენთან ერთად იშვა ეს სამყარო, იწყება ღვინით და მთავრდება ღვინით. ყველგან სადაც ფეხს იკიდებდა თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია იყო ღვინო. ჩვენ ეს ღვინო 8000 წელია გვაქვს ამ ქვეყანაში. ჩვენ ამით ვამაყობთ. გამომიჭირა კახელი კაცი ახლა იმერეთში აქ თავისი იმერული ღვინო პატრონა გიორგიმ და ცდილობს დამარწმუნოს, რომ იმერული ღვინო ბევრად მეტესია ვიდრე კახური. მე ვფიქრობ, რომ ყველა ღვინოს თავისი ადგილი აქვს. ხო, თითოს უხდება რაღაც ციცქა მაგალითად, თევზს უხდება ციცქა. ანუ ესეთია რა, მსუბუქი ღვინოები, მსუბუქი სამზარეულო. არადა სიმართლე გითხრა, მე მეგონა რომ ეს არასამთავრობოები ქართველობას გვართმევით და რატომღაც აღმოჩნდა, რომ თუმე ჩვენს ისტორიაზე და ასე ვთქვათ ტრადიციებზე ზრუნავთ. მე მგონი ეს არის დავიწყების პერიოდის ბრალი, იმიტომ რომ პირველი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ქვეყანაში 151 წლის წინ დააფუძნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ერქვა. 7000-მდე წევრი ყავდა. ჩვენ იმის საქმის გამგრძელებლები ვართ. მე მინდა მივესალმე კაგი გაუს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება. ვინ ვართ და ვართ თუ არა ახლოს ევროპასთან? შეიძლება რაღაც მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ხო, როდესაც საუბრობ დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი რომ შეხედო ჩვეულებრივ ხალხს, ხო? ჩვენ ვართ განსხვავებულები, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ერის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ, ხომ, ერთად ცხოვრობთ, ერთმანეთს პატივს ვცემთ, ერთმანეთის კულტურებს პატივს ვცემთ და ეს არის ზუსტად ევროპა. პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ აი დასავლეთი ამას შვება, რომ ჩვენ გვართმევს ჩვენს ეროვნულობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გადაცემაში ძალიან ბევრი რამ მქონია პასუხი ჩვენი საქმეებით, მაგრამ მე მინდა ერთშისგან მოვისმინო თავად როგორ ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. Je crois que გონი რომ საუკეთესო პასუხი ყველაფერ ამაზე. ისაა რომ უნდა იყო ის, ვინც ხარ. ევროპაში ვაცნობიერებთ, რომ ერებმა, რეგიონებმა შეძლეს დარჩენილიყვნენ იმათ, ვინც იყვნენ. ისინი შესანიშნავ წარმატებებს აღწევენ ევროპის შიგნით. ძალიან კარგი ეკონომიკური წარმატებები აქვთ. საქართველოს ეამაყება საკუთარი თვითმყოფადობა. მას დიდი ისტორია აქვს, უძველესი კულტურა. მისი სიამაყე გამართლებულია. ჩემი აზრით სიამაყე, რომელიც ქართველებს აქვთ, თქვათ, ღვინით სიამაყე, საკვებით სიამაყე, სიმღერით სიამაყე, მთელი ისტორიით და კულტურით სიამაყე. ეს სიამაყე, ფიქრობ, კარგი მარაგია დღევანდელ მსოფლიოში შესასვლელად, საფრანგეთთან, ევროპასთან პარტნიორობის დასამყარებლად, ეკონომიკური წარმატების მისაღწევად, პარტნიორების, ინვესტორების, ტურისტების მოსაზიდად, უცხოელების მოსაზიდად, რომლებიც აღმოაჩენენ და შეიყვარებენ საქართველოს, რომლებიც საქართველოს ჩართავენ ყველაფერ იმაში, რისგანაც თანამედროვე მსოფლიო შედგება. აწყობთ ვარაუწყალოს მომავალია ჩვენ და იქეთ უნდა გავიხსენოთ. სულამობენ წარსულით ამ საფუძველს და მე მომავლის საქართველოს მინდა ვაღწევ. ჯერა რომ კარგი მომავალი გვექნება. გავუმარჯოს საქართველოს, რომელმაც იცის თანამედროვე საქართველოს შენება. მე რომ მიყვარს ქუთაისი და თბილისის ქუჩა იმიტომ რომ იქვე ცხოვრობს ჩემი თამახუჯა იმიტომ რომ იქვე ცხოვრობს ჩემი თამახუჯა კარისე სალესოდ მიწვევს იამინე და გადაიღორთობა მე დავჩვენა რომ არ ვიქნებით იმაძეს რა არის გაზაფხული
ხას ხაზა ფულში ცამთარია ეგოს ქალის ადარია შვენიერო გუდაისო სავარადოდა Quiero